პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანების გაცემა მხოლოდ პუტინს შეეძლო. ასეთია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის პირველი შეფასება ტვერის ოლქში ვაგნერის დამფუძნებლის თვითმფრინავის ჩამოგდებაზე. ამერიკელი ანალიტიკური ცენტრი თითქმის დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტია ერთადერთი, ვისაც ამის მოწყობა შეეძლო. ანალიტიკოსების შეფასებით, მას შემდეგ, რაც ზუსტად 2 თვის წინ 23 ივნის პრიგოჟინმა ამბოხება მოაწყო, პუტინის მთავარი მიზანი ვაგნერის როგორც დამოუკიდებელი სამხედრო ორგანიზაციის განეიტრალება და პრიგოჟინის ავტორიტეტის შესუსტება იყო. პუტინი არ ივიწყებს და არასდროს პატიობს, ასეთია საერთაშორისო გამოხმაურებები. ადასტურებენ თუ არა კრემლში ოფიციალურად პრიგოჟინის გარდაცვალებას. გუგა მაისურაძე მუშაობს თემაზე, ის ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. გისმენ გუგა. არაკეთი ამ დრომდე კრემლში არ დაუდასტურებიათ ოფიციალურად კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალება, თუმცა სხვადასხვა სპეკულაციური ცნობები უკვე რამდენიმე საათია ვრცელდება. ფაქტი აღსანიშნავი არის ის, რომ 23 აგვისტოს ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელზეც 10 მგზავრი იმყოფებოდა. თავდაპირველად რუსული მედიის ცნობით და როსავიაციის დასტურით ამ მგზავრებს შორის იყო დიმიტრი უტკინი, ვაგნერის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და ევგენი პრიგოჟინი. გავრცელებული ცნობით უკვე 10-ვე ნეშტი ნაპოვნია, თუმცა იმდენად დაზიანებულია ხედრები, რომ მათი ესე ზედაპირულად დათვალიერებით შეუძლებელია ითქვას, ეკუთვნოდა თუ არა რომელიმე ხედარი, მაგალითად ევგენი პრიგოჟინს. ამას სჭირდება დამატებითი გენეტიკური ექსპერტიზა. გუშინ განვითარდა ეს მოვლენები, გუშინ ჩამოვარდა ტვერის ოლქში როგორც გითხარით თვითმფრინავი, რომელზეც სავარაუდოდ ვაგნერის ლიდერი იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ დღეს არის 23 აგვისტო, ზუსტად 2 თვის თავზე მოხდა ის შემთხვევა, როდესაც პრიგოჟინმა აჯანყება მოაწყო და დაიძრა კრემლისკენ. გვახსოვს ჩვენ ეს მოვლენები და ზუსტად 2 თვის თავზე როგორც ჩანს ვლადიმერ პუტინმა არაპატია, ყოველ შემთხვევაში ამას ფიქრობს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტია, რომელიც უკვე ომის დაწყების დღიდან ავრცელებს ძალიან სანდო ცნობებს და ანალიტიკურ ინფორმაციებს ამასთან დაკავშირებით. ისინი თვლიან, რომ ვლადიმერ პუტინმა გასცა უშუალოდ ბრძანება პრიგოჟინის მოკვლის, რადგან ცალკეულად არც შოიგუს და არც გერასიმოვს არ შეეძლო პირადად შური ეძია ვაგნერის დაჯგუფების ლიდერზე. ამის მიზეზი კი შესაძლოა ის იყოს, რომ თავად პრიგოჟინის ავტორიტეტი იყო უკვე შესუსტებული ვაგნერშიც და ვაგნერშიც იყო შესუსტებული მისი ავტორიტეტი და შესაბამისად პუტინმა დაინახა, რომ იყო სწორი მომენტი და ამიტომ გასცა ეს ბრძანება. თავარი მიზანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ პასუხი გასცეს სხვა ელიტის წარმომადგენლებს პუტინმა და მეორე მიზანი იყო ის, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი აღარ ყოფილიყო დამოუკიდებელი და ამხელა გავლენებით. ფაქტი არის ეს, რომ პრიგოჟინის გარდაცვალებაზე უკვე ძალიან ბევრი იწერება. BBC-მ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაგნერის 6 მოწერმა სხვადასხვა ინფორმაციით დაუდასტურეს უკვე პრიგოჟინის გარდაცვალება. გუშინვე გაავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაგნერი უკვე საპასუხო პასუხს გეგმავდა და თუ რა იქნებოდა პასუხი ამ ყველაფერს ჩვენ გავიგებდით. რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებებს, ამ ყველაფერს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც ამბობს, რომ არ იცის დეტალები, თუმცა საერთოდ არ უკვირს რა მოხდა. ასევე ზბიგნევ რაუ გამოეხმაურა ამ ყველაფერს და ის ამბობს, რომ პუტინს ოპონენტები ბუნებრივი სიკვდილით აკვდებიან. ბილ ბრაუდერი ამბობს, რომ პუტინი არის კაცი, რომელიც ცხენას არასოდეს ივიწყებს. მოკლედ ინფორმაციები ვრცელდება. ოფიციალური დასტური ჩვენ არ გვაქვს ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც გითხარით, სხვადასხვა ცნობის მიხედვით თვითმფრინავი, რომელიც ტვერის ოლქში ჩამოვარდა, სავარაუდოდ იმყოფებოდნენ ევგენი პრიგოჟინი, ვაგნერის დამფუძნებელი და ასევე დიმიტრი უტკინი. არის თუ არა ეს პუტინის პასუხი, ეს ბუნებრივია, კრემლში ამაზე არავინ არ საუბრობს, თუმცა ფაქტი და მოცემულობა და განცდები ერთია თელ სოფლიოში, რომ პუტინმა სამაგალითოდ დასაჯა ვაგნერის დაჯგუფების ლიდერი. დაზუსტებით არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ამბავი არ გამკვირვებია. ახლა საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს, რომ ყველა კითხვაზე გიპასუხოთ. ჩემი აზრით, ყოველი დღე, როდესაც პრიგოჟინი თავისუფლად დადიოდა დედამიწაზე, ხან მოსკოვში იყო, ხან სანქტ-პეტერბურგში, ხან აფრიკაში, ხან შეხვედრებს მართავდა, ეს იყო დამცირება პუტინისთვის. პუტინი არის დიქტატორი და 22 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში დარჩენა შეძლო სწორედ შიშის ჩანერგვით ყველასათვის, რომ თუ მას უღალატებ, აღმოჩნდებით ციხეში ან მიწაში. შესაბამისად, პრიგოჟინი რომ თავისუფალი იყო, ეს ქმნიდა პრეცედენტს და წარმოადგენდა მაგალითს სხვა ადამიანებისთვის, რომ პუტინის წინააღმდეგ წასვლა სავსებით შეიძლება. შესაბამისად, ახლა პუტინმა საკუთარი ავტორიტეტი გაიმყარა. კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას, რომ მთავარი თავად არის და არა მგონია, რომ პრიგოჟინის სიკვდილი ჩვენთვის ზეიმის საბაბი იყოს.
მოკლედ ახლა დარჩა მხოლოდ კრემლის მხრიდან ოფიციალური დასტური, სხვადასხვა ავტორიტეტული გამოცემები, მათ შორის BBC ამბობს, რომ პრიგოჟინი ნამდვილად მოკლულია და ავიაკატასტროფას ემსხვერპლად ჩამოგდებულ თვითმფრინავში იმყოფებოდა. ჩვენ ველოდებით ბუნებრივია ამ ინფორმაციას და მოვლენების განვითარების მიხედვით შემდეგ გამოშვებაში შეგატყობინებთ უფრო მეტ დეტალს აი ამ ამბავთან დაკავშირებით.